ეუთო ოდირის დასკვნამ დაადასტურა, რომ საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილის მოთხოვნა ახალი არჩევნების შესახებ არის სრულიად გამართლებული, ვინაიდან და რადგანაც ამ დასკვნამ დააყენა ლეგიტიმურობის საკითხი და ამით წერტილი დაუსვა იმ სპეკულაციებს, რასაც ვისმენდით ქართული ოცნების მხრიდან არჩევნებთან და კონკრეტულად ეუთო ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით. Ამ დასკვნამ ძალიან ცხადად წარმოაჩინა, რომ ამ არჩევნების შედეგები არ ასახავდა ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას, შესაბამისად მისი შედეგები არის არალეგიტიმური, ამიტომ უნდა ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები და ამ დასკვნის დადების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია რომ გადავიდეთ უკვე ახალ ფაზაში არჩევნების დასანიშნად. რიგში მნიშვნელოვანია მართლა რომ ზათარი შეხვდეს ბიზრა ივანიშვილს იმისაც რომ შეთანხმდნენ ახალი არჩევნების ჩანიშვნაზე, ასევე სოფლიო ლიდერებს ის აპირებს რომ გაესაუბროს და მათი მხრიდან იყო ძალიან აქტიური ჩართულობა იმისათვის რომ მოხდეს ზეწოლა ივანიშვილზე რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება ახალი არჩევნების ჩანიშვნაზე, ამაზე საუბარი და პლუს რა თქმა უნდა განუწყვეტელი პროტესტი ქუჩაში, ხვალ იქნება მნიშვნელოვანი დღე, ასევე რამდენადაც პრეზიდენტი აპირებს მოვიდეს საღამოს 9 საათზე და გაესაუბროს მომიტინგეებს, ამიტომ ხვალ უნდა იყოს მნიშვნელოვანი დღე, მან თვალსაზრისით თვითონ მიტინგის და მანიფესტაციის კუთხის თვალსაზრისით ბევრი ადამიანი უნდა იყოს ხვალ და ეს დღები უნდა იყოს ძალიან ბევრი ქუჩაში. ახალი არჩევნების ჩანიშვნის მიზნით უნდა იყოს შეხვედრა, იმიტომ რომ ოდირი ეუთოს დოკუმენტმა კიდევ ერთი უზარმაზარი საფუძველი გააჩინა იმისათვის რომ თქვათ რომ ეს არჩევნები იყო არალეგიტიმური.